მე წავედი. ჩემი საქმე გავაკეთე. მე წავედი. ჩემი რაღაცები გამახსენე. დღევანდელ ვიდეოში მე განახებთ, როგორ შეიძლება გავრეცხოთ საკუთარი ავტომობილი საკუთარი ხელებით სწორად. მოკლედ, მოვედი დიტეილინგ შოპში. მე მარიამს გზიდან ვესაუბრე და უთხარი, რომ ყველა საჭირო აღჭურვილობა დაეხვედრებინა, რაც მანქანის გარეცხვისთვის დაგჭირდებოდა. ნახოთ ეხლა რეები დაგვახვედრა და რა მოგვიმზადა. გამზადე? გავამზადა ყველაფერი, ნახე აბა. ესე იგი, დისკებისთვის პირველი ფაზა, მეორე ფაზა, საბოლოოდ გასაპრიალებელი კერამიკული სპრეი, საბურავის პლასმასის შავბელი. არ ვიცი, კერამიკიანია მანქანა საშრობი. დაგჭირდება? დამჭირდება. დაგჭირდება. აი, ასეთი ნაკრები არ გაგწეწაო ახლა მაინც შინაური. აქ ეს ყველაფერია მოკლედ, ხო? სხვადასხვანაირი ნაჭრები და ჯაგრისი. ჯაგრისი, საბურავის დისკის ყველაფერია შიგნით. ერთადერთი რაც არ არის, არის შუშის ნაჭრები და ეს დაგჭირდება. აპლიკატორი დაგჭირდება საბურავის და პლასმასის შავბლას და ზაზორებზე მე მგონი ამით უკეთესად იმუშავება რა. ამ ყველაფერს მოუკრიბავთ, წავალთ აკადემიის სივრცეში და იქ გავრეცხავთ საუკეთესოდ ჩვენ მანქანას. ერთადერთი რაც აქ არ არის, ეს არის ამის ფილტრი, რომელიც მე უკვე აკადემიაში მაქვს ატანილი და იმას გამოვიყენებ. ჩვენ ვიყავით დიტეილინგ შოპში, იქიდან ავიღეთ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც შეიძლება სამფაზიანი რეცხვისთვის დაგჭირდეს. და მე დღეს ეტაპ-ეტაპ განახებ რას გამოვიყენებ და ასეთი დაბინძურებული მანქანა როგორ შეიძლება რომ საუკეთესოდ გავრეცხო. სანამ გარეცხვას დავიწყებთ, ჩვენ ეს მანქანა უნდა გავაგრილოთ. გაგრილება შეიძლება რომ უბრალოდ გამდინარე შლანგის წყლით ან მაღალი წნევის აპარატით. მე კერხელს გამოვიყენებ და გავაგრილებ სრულად მანქანას იქამდე, სანამ რამე ქიმიას მას მივაკარებ. იმიტომ რომ ერთი ისეთი რაღაცები მოცილდება, რაც შეიძლება რომ რასაც შეიძლება არ დასჭირდეს ქიმია და რაღაც სხვადასხვა რეაგენტები, მეორე მთლიანი ძარა გაგრილდება და ქიმია აღარ შევა ცხელ ძარასთან რეაქციაში. აი როგორც ხედავთ, ორთქლი აზდის, იმიტომ რომ გაცხელებული იყო ეს ძრავსახურავი, ქვევიდანაც და გარედან მზიდანაც და იმდენად ცხელი იყო, რომ წყალი როგორც კი მივასხი, ახლა ამას ორთქლი აზდის. აუცილებელია რომ გავაგრილოთ, განსაკუთრებით ასეთ ზედაპირები, სადაც ორმაგად ცხელდება ზედაპირი. აქ მომზადებული მაქვს ყველაფერი ისეთი რაღაცა, რაც დამჭირდება გარეცხვისთვის. რაღაცეები, რაც გასამშრალებლად დამჭირდება, გვერდზე გადავდებ დროებით. და განახებთ ასევე სწორად როგორ უნდა გააზავოთ ქიმია. ეს არის balance safe-ი, ამის მჟავიანობა არის 8 pH-ი, არც თუ ისე მაღალი მჟავიანი ქიმია, მაგრამ პირველი ფაზისთვის ეს საკმარისია რომ მოაცალოს დაბინძურება. ამ პატარა კონტეინერში, რომელიც ასაკაფებლადაა, მე ჩავასხავ ამ ქიმიის 2 ცალ თავსახურს და დანარჩენს უკვე წყლით გავავსებ, ეს სრულიად საკმარისი იქნება რომ სრული მანქანა გავქაფოთ ჩვენ. ამ კერხელს სულ რაღაც ამ კერხელის აპარატს აქვს 130 ბარი წნევა და დღევანდელ ვიდეოში მე დაგიმტკიცებთ რომ მაღალი წნევა არ გვჭირდება იმისთვის რომ კარგად და ხარისხენად გავრეცხოთ მანქანა. გვჭირდება სწორი ქიმია და სწორი მეთოდი გარეცხვის.
მოკლედ გაქაფო დავასრულეთ მანქანის, დაველოდებით 2 წუთი და უკვე დავიწყებთ ამის წყლის მაღალი წნევით ჩამორეცხვას. პირველი ფაზა ამით უკონტაქტოდ გაირეცხება მანქანა. მერე უკვე გადავალთ შემდეგ ეტაპებზე. სლებეთი არ გპირდებათ მოგებას, არც არასდროს დაგპირებია და არც საომავლოდ დაგპირდება სხვა ბეთებისგან განსხვავებით. სლებეთი გპირდება დედის კლასს. თუ თამაშს თავს არ დაანებებ, ამას გარანტირებულად მიიღებ. შენ ახლა ალბათ მარწყვებს თამაშობ, კომპიუტერს უზიხარ და იმის იმედი გაქვს და მოლოდინი რომ 3 მარწყვს დაიჭერ და ცხოვრებას აიწყობ. არა და ვერაფერსაც ვერ დაიჭერ და ვერანაირ ცხოვრებას ვერ აიწყობ. თუ კი ცხოვრების აწყობა გინდა და წარმატების მიღწევა, მოკიდე ახლა კერხერის ჯოხს ხელი და ეს მანქანა ჩამორეცხე. მანქანის წყლით ჩამორეცხვას დავიწყებთ ქვევიდან ზევით, იმიტომ რომ პირველი ჩამოვაცილებთ, სადაც უფრო მეტად იყო დასრული ავტომობილი იმ ნაწილს და როდესაც ჩვენ გადავართ ზედა ნაწილ და ის ქიმია ხელმეორედ გამოივლის ქვედა ნაწილებს და ხელმეორედ იმუშავებს. ამით ჩვენ დავზოგავთ მატერიასაც და დროსაც. ეგრეთ წოდებული ჩამორეცხვა ფრევოში რაც არის უკვე დავასრულეთ. შემდეგ უკვე უნდა გადავიდეთ დისკების გახეხვაზე, რაშიც ჩვენ გამოვიყენებთ აირონს და ასევე ბალანსეებს, რომლითაც გავხეხავთ საბურავებს და დისკებს. აირონი დაგჭირდება ისეთი რაღაცეებისთვის, როგორიცაა კალოტკის ნაცვეთი და სხვადასხვა მეტალის ნადები, რომელსაც სტანდარტული ქიმია ვერ აცილებს. ესაა ძალიან მაღალმჟავიანი ქიმია სპეციალურად დისკებისთვის და ასეთი ნაგავის მოსაცილებლად. ჩვენ გვაქვს ასევე 9 ლიტრიანი აირონის ბოთლი, რომელშიც გადავასხავთ ლიტრიანიდან რომ შიკალკად გამოვიყენოთ. სასურველია და რეკომენდირებულია რომ ამ ქიმიის გამოყენების დროს გამოვიყენოთ ხელთათმანი და გამოვიყენოთ პირბათი, რადგან არ აქვს სასიამოვნო სუნი. ასევე ქიმიის შემდეგ დაგჭირდება ეს ჯაგრისი, რომ დისკის ქიმებში შევიდეთ. ამ დისკს არ აქვს ბევრი ქიმი, სულ რაღაც 5 ცალი აქვს, მაგრამ მაგის გასახიხად ეს გამოგვადგება. და ეს უკვე საბურავების გასახიხად და ეგრეთ წოდებული პატკლენიკების გასახიხად დაგჭირდება. აქ უკვე ბალანს სეიფი მაქვს მე გაზავებული, რომლითაც გავწმინდავ დისკს და გავწმინდავ საბურავს, მას შემდეგ რაც გამოვიყენებ აირონს. როგორც ხედავთ, მე კომფორტულად მოვთავსდი და არ მიწევს ჩაცუცქვა იმის გამო, რომ დისკი გავწმინდო და ამაში მეხმარება მაგშენის კამი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ასე, ასევე უფრო დავაპატარავოთ და გამოვიყენოთ აი ასე. ძალიან კომფორტულია, მოკლედ ასეთი საქმის გასაკეთებლად. არა მარტო ასეთ ნებისმიერ საავტომობილო საქმის გასაკეთებლად, სადაც გვიწევს ჩაცუცქვა, წელის ტკივილი, მოხრა და ასეთ რაღაცეები, შეგვიძლია ეს კამები დავიხმაროთ. პირველი ვასხავ აირონს, რომ მოვაცილოთ კალოტკის ნაცვეთი და მეტალის ასევე სხვადასხვა კომპონენტები, სადაც ეს ქიმია გავარდისფერდება, ესე იგი იქ არის დაბინძურება და ეს ქიმია უკვე იწყებს იქ მუშაობას. პირველი ამას გამოვიყენებთ, ჩამოვაკერხერებთ და შემდეგ უკვე გამოვიყენებთ ბალანსეებს, რომ გავწმინდოთ დისკი. ეს დისკი არის ახალი და ჩვენ ამ მანქანით იშვიათად გადავაადგილდებით. შესაბამისად, ასეთი კალოტკის ნაცვეთი და სიბინძურე ძალიან ნაკლებია. დამერწმუნეთ, რომ ისეთი მანქანა რომელიც ყოველდღიურად გადაადგილდება თბილისის ქუჩებში, სულად გავარდისფერდებოდა, ანუ სულად იქნებოდა დასრული. ეს ძალიან მსუბუქადაა დასრული, მაგრამ მაინც საუკეთესოდ გავრეცხოთ.
მოკლედ მეტალის დაბინძურება რაც ქონდა კალოტკის ნაცვლად ეს უკვე მოვაცილეთ და ეხლა უკვე გადავიდეთ დისკის გაგაფვაზე და დაფუნჯვაზე და საბურავის გახეხვაზე. ამისთვის დამჭირდება ერთ-ერთი ბრაში, იმიტომ რომ ამას აქვს რაღაც არასტანდარტული წვრილი ქიმები. არა, ქიმები არა, აი ეს რაღაცეები. ბოლტები, სადაც ვერ მიუდგები სხვა ჯაგრისი და დამჭირდება ეს ფუნჯი. ეს არის სულ ახალი დისკი და ძალიან მენანება ამის უხეში ჯაგრისვით გაჩოთქვა, ამიტომ ვიყენებ ამ რბილი ჯაგრისს. ვიღაცისთვის ეს მეტი ჩრობაა და ტვინის ტყვა, მაგრამ თუ გინდა მანქანა რომ კარგად გარეცხო, ასე უნდა იწვალო. სხვანაირად წესიერად მანქანას ვერ გარეცხო. არ მესმის მე იმ ადამიანების მანქანა და ერთი მაგის დედაც მოწყან დააკერხერე და ტალახი ჩამოაცილა. თუ გინდა რომ სუფთა მანქანით იმოძრავო, ასე უნდა მოექცე მანქანას. ეხლა უკვე დავიწყოთ საბურავების გახეხვა და ნახავთ თქვენ ამ ხაფის ფერს. ჩვენ რო გონია რომ ეს დისკი სუფთაა, მასე არა. ერთი დისკი უკვე გავრეცხეთ, ვიდეო ძალიან გრძელი არ გამოგვივიდეს, ასე უნდა გაირეცხოს ყველა დისკი აბსოლუტურად, რომ მივიღოთ იდეალური შედეგი. კიდევ შეიძლება ამ შემთხვევაში რაღაცების გამოყენება, რომელიც რეზინიდან ჩამჯდარ ჭურჭელს მოაცილებს, მაგრამ რადგან ეს მანქანა არის ახალი, საბურავიც ახალი უყენეთ და ძალიან იშვიათად ხმარობთ, არ ჭირდება ამ მანქანას ასეთ დონეზე გარეცხვა. ხელით რეცხვაზე და ჩვენ ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ასაკაფებელში, ასევე სათლში. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ სათლს და ფილტრს. მას უწერია რომ საკაფავში 1 ლიტრიანში გააზავეთ 125 მგ, ხოლო სათლში და ხელით გარეცხვის შემთხვევაში გააზავეთ 50 მგ. ჩვენ ორ ცალთ ასეთ თავსახურს ჩავასხავთ და დანარჩენს გავავსებთ წყლით. ეხლა უკვე მთავარი რაღაცა, ეს არის ფილტრი. ეს ფილტრი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ხელით რეცხვის დროს, თუ კი არ გვაქვს ჩვენ ორი სათლი. შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთ სათლში, თუ ფილტრს არ გამოვიყენებთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ ორი ცალი სათლი. ერთში იქნება სუფთა წყალი და მეორეში იქნება გაზავებული ქიმია. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ სათლს და ეს მოგცემთ იმას, რომ ამ სათლის ქვევით ჩავიდეს ისეთი სტატიკური ჭუჭყი, რომელიც ზარის ზედაპირს მოცილდება და უკვე ზარა აღარ დაგვიხაზოს. დავასრულეთ ძარის კონტაქტური დამუშავება და ეხლა ფუნჯით უკვე მიუვალ ადგილებში, სადაც ვერ მოახერხეთ ჩვენი ხელთათმანით, როგორიცაა ასეთი დეტალები, აი ასეთი ნიკელის ეგრეთ წოდებული ზაზორები, იქ დავამუშავებ და მოვაცილებ ციბინძურს და მე უკვე სრულ მანქანას მაღალი წნევის კერხერის აპარატით ჩამოვრეცხავთ.
დავასრულეთ ეს ეტაპიც და ეხლა უკვე მაღალი წნევის აპარატით ჩამოვრეცხავთ ამ ქარს. როგორც კი გარეცხვას დავასრულებთ მანქანის მაღალი წნევის აპარატით, აუცილებელია რომ გამდინარე წყლით, არა ნაპორირებული წყალით, ასე ვთქვათ, აი ასეთ ღარებში გავატაროთ წყალი. ეს მოგცემს რას? თუ კი ჩვენ ამ ადგილას გქონდა დაბინძურება და მაღალი წნევის აპარატით ეს დაბინძურება მოვაცალეთ, ამ სიბინძურის რაღაც ნაწილაკები ასეთ ზაზორებში შევიდა. და ჩვენ გამშრალების დროს შესაძლებელია რომ ეს სიბინძურე ისევ ქვევით ჩამოგვივიდეს. აქედან გამომდინარე ასეთ ადგილებში უნდა გავატაროთ გამდინარე წყალი. რომ თუ კი რამეა დარჩენილი, არ დიდი შანსი რომ იყოს რამე დარჩენილი, ასეთ სიბინძურე ჩამოვიდეს დაბლა. ამ მოქმედებას ვიწყებთ ზევიდან, ყველაზე ზედა ნაწილიდან და ჩამოვდივართ ქვევით. ორი ფაზით სრულფასოვანი რეცხვა დავასრულეთ და უკვე გადავდივართ მესამე ფაზაზე, რომელიც არის ამ გარეცხილის და სისუფთავის დაცვა. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყვანოთ ვაქსის ბაზაზე დამზადებული სხვადასხვა სპრეები, ან ამ შემთხვევაში კერამიკის ბაზაზე, ეს არის ნასიოლის Rapid Shine. ამ პროდუქტის შემდეგ ავტომობილს ექნება ძალიან კარგი ჰიდროფობული ეფექტი და რა თქმა უნდა მზის ულტრაისფერი სხივებისგან დაცვა, ასევე ქიმიური რეაგენტებისგან. ამის ინსტალაცია არის ძალიან მარტივი. ძარაზე უნდა დავასხათ. პირველ რიგში გავანჯღრიოთ პროდუქტი, სანამ გამოვიყენებთ. შემდეგ დავასხათ ძარაზე და გადავწმინდოთ. ამ შემთხვევაში რითიც გადავწმინდო, ესაა სულ ახალი ნაჭერი, მე იმასაც დავასვენებ. მთლიან სველ ძარაზე ვიყენებთ ამას და მთლიან ძარას დავასველებთ ამ პროდუქტით. და დავიწყებთ უკვე ამის გამშრალებას. მთლიან ძარას დავასხით და ეხლა უკვე დავიწყებთ ამის მოცილებას და გადაწმინდას. ეს მოგცემს იმას, რომ სრულ ძარას შეეზილება ეს ჩვენი დამცავის საშუალება. ამის შემდეგ კიდევ უნდა გადავამშრალოთ სუფთა გასამშრალებელი ნაჭრით. მოკლედ სრული მანქანა გადავწმინდეთ Rapid Shine-ით, კი არა და Rapid Shine დავასხით და შემდეგ მთლიან ზედაპირზე შევაზილეთ. ეხლა დაგვჭირდება Max Shine-ის ფერი და მერე ძარის ნაჭერი ცალკე და შუშების გასამშრალებელი ნაჭერი ცალკე. თუ კი სადმე ზაზორებში და ისეთ ადგილებში რა ადგილებსაც ჩვენ ვერ მიუდექით ნაჭრით რომ გაგვემშრალებინა, იქიდან უნდა გამოვდევნოთ წყალი. იმიტომ რომ როგორც კი 2-3 კილომეტრს გავვლით, ეს წყალი მაინც გამოვა და მერე დაგვისვრის მანქანას. აი მაგალითად ასეთ ადგილებში სადაც ხაურა გვაქვს და სად თავთ ვერ გავწმინდავთ, მოკლედ ეს რაღაცები უნდა დავაჰაეროთ. ასევე ამ ქრომირებული დეტალების გარშემო და სარკის ადგილას, ასევე ქვედა ნაწილებზე თქვენაც ხედავთ, რამდენი წყალი გამოდის ამ ადგილებიდან და ასევე არ უნდა გამოგჩეს დისკი.
ეხლა ეს დისკი გამშრალებული მაქვს. ოღონდ ლაითად და ნახეთ რამდენი წყალი გამოვა აქეთ. ასევე თუ გვინდა რომ გამოვიყენოთ ხარისხიანი და კარგი საბურავის გასაშევებელი და ამ გასაშევებელს ჰქონდეს რეალურად ეფექტი ის, რასაც მწარმოებელი გვპირდება, უნდა გავაშროთ საბურავი და არ დავატანოთ ის სველ რეზინზე. მოკლედ დაჰაერებასაც მოვჭით და ძარის გამშრალებას. ეხლა უკვე გადავიდეთ შუშების ნაწილზე. დიდად ამ შუშებს ბევრი გადაწმენდა აღარ უნდა, იმიტომ რომ ჩვენ სხვა ნაჭრებით გავწმინდეთ, მაგრამ ეს ნაჭერი დაგვეხმარება, რომ ავაპრიალოთ და თუ კი რამე დარჩენილია აქ სიბინძურა, იგენიც მოვაცილოთ. აქ სიბინძური აღარაფერი იქნება, მაგრამ ამ ჩვენი კერამიკული სპრეის სიჭრელეს მოვხსნით. ახლა უკვე დრო მიდგა საბურავის გაშავებაზე. ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ Nasiol-ის Detailer Shines, რომელიც ასევე კერამიკის ბაზაა და ასეთ კომფორტულ მაგ-შაინის აპლიკატორს. ძალიან ცოტა გვჭირდება იმისთვის, რომ კარგად გავაშაოთ, არა ამისთვის დიდი ოდენობა საჭირო. მოკლედ ასე და ამგვარად ირეცხება ავტომობილი სწორად და კონტაქტურად, ისე რომ არ დავაზიანოთ ლაკის ზედაპირი. თუ მოგეწონათ ვიდეო და ღირებული ინფორმაცია მოგაწოდეთ, ძალიან გამიხარდება. დაგვიწერეთ კომენტარებში და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ამ ვიდეოსთან დაკავშირებით და ზოგადად რაზე ისურვებდით, რომ სამომავლოდ გადავეღო ვიდეოები. მედი მაქვს რომ მოგეწონათ, თუ არ მოგეწონათ, მე წავედი. ჩემი საქმე გავაკეთე. მე წავედი. ჩემი რაღაცები გამახსენეთ. თქვენ ჩემზე ნუ იფიქრებთ. თქვენ ოჯახში კარგად ბრძანდებოდეთ. მე ჩემ თავს ყოველთვის გავით და სულ კარგად იყავით.